ახლა გაიგებთ, რატო უშვებენ საწვავს ამ თვითმფრინავიდან. წარმოიდგინეთ 350 მგზავრით სავსე Boeing 747 ემზადება გასაფრენად. მივფრინავთ თბილისიდან ატლანტაში. ჩავასხით 155 ტონა საწვავი, თვითმფრინავის მასა უკვე შეადგენს 350 ტონას, დავიძარით, გავცდით ვივან სიჩქარეს, ავფრინდით და ერთ საათში გვატყობინებენ, რომ გზავს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და გვესაჭიროება დაუყოვნებლივ დავეშვათ უახლოეს აეროპორტში, მისის ავადმყოფოში გადასახვანად. დრო ცოტა გვაქვს, უახლოესი აეროპორტი 10 წუთშია. ჩვენი მასა უკვე 330 ტონას შეადგენს, მაგრამ მაქსიმალური დასაფრენი მასა 285 ტონაა. რომ დავფრინდეთ 45 ტონა საწვავი უნდა დავყურო. ამისათვის 20 წუთი დაგჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ აეროპორტამდე 10 წუთია, დამატებით 10 წუთი დაგჭირდება წრეზე, რომ ვიტრიალოთ. ავე მეთვალყურესთან შეთანხმებით, ხსნით სარქველებს, უშვებთ საწვავს და 20 წუთის შემდეგ უსაფრთხოდ ვეშვებით აეროდრომზე. სწორედ ეს პროცედურაა საჭირო იმისათვის, რომ თვითმფრინავი არ დაეშვას გადაჭარბებული მასი. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა თვითმფრინავს მსგავსი გადმოღვრის სისტემა არ აქვს და შესაბამისად მათ უწევთ წრეზე ფრენა, სანამ საკმარისი საწვავის რაოდენობა არ დაიწვება.